უპირველეს ყოვლისა ჟურნალისტის დღეს გილოცავთ, თუმცა ერთი დღით ნაგვიანებად. ხელსარიელი მოვედით, მაგრამ გამოვასწორებთ ამას. რაც შეეხება ყოველივე ამას, ჩვენი მოსაზრება არაერთხელ თქვით, ამასთან დაკავშირებით, რომ ეს არის კატეგორიულად დაუშვებელი, ეს ამ კადრების, მსგავსი კადრების ჩვენება ახლაც და მომავალშიც, მაგრამ ჩვენ ვამბობდით იმასაც, რომ როდესაც ეს 24,000 ფაილი და ნაწილი იქნა განადგურებული, ჩვენ ვთქვით, რომ პერსპექტივაში ასეთი საკითხები უნდა მოგვარებული და განადგურებული იქნას მასალები, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბეჭედი დაესწრება ამ საქმის გამოძიებას. როდესაც განადგურდა ნახევარი ფაილების ეს ხომ ბრალდებისთვის ძალიან კარგი საბრალდებო საბოლოო დასკვნისთვის ძალიან კარგი მასალა იყო. საინტერესოა რატო განადგურდა. ან რო განადგურდა ამის პარალელურად ჩვენ იმასაც ვამბობდით, რომ რა თქმა უნდა იქნება ამის ასლები და დადასტურდა. ამას ჩვენ საუბრობდით 2 წლის წინ. სამწუხაროდ ჩვენ ხელისუფლებისგან მოვისმინეთ ყველაფერი, დაწყებული ხელისუფლებაში უპირველეს ყოვლისა გულისხმობ მე აღმასრულებელ სტრუქტურებს, პრემიერ-მინისტრს, სხვადასხვა მინისტრებს დაწყებული, რა ვიცი, რა მნიშვნელობა აქვს ჩამოთვლას, ყველაფერი მოვისმინეთ, ლამის ლექციები სექსუალურ რევოლუციაზეც კი ძალიან ჩამორჩნენ, ეს უკვე დასავლეთში 60-იან წლებში იყო და დასრულდა, ჩამორჩით ბატონებო, მაგრამ ვერ მოვისმინეთ ერთი უმთავრესი ბოდიში. მათ არ მოუხადეს საქართველოს მოსახლეობას ბოდიში. იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლებამ ვერ გამოიძია ის სისტემური დანაშაული, ხელისუფლებამ ვერ გამოიძია იმ ფაილების შემქმნელების, სულის ჩამდგმელების საქმეები, რომელმაც მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე. და ბოდიში იმისათვის, რაც დღეს ხდება. სულ რომ იშვერ ხელს წინა ხელისუფლებისაკენ, ეს საქმის ერთი მხარე არაა. მთავარია დღეს ახარ შენ პასუხისმგებელი და ამიტომ პასუხს აგებ ყველაფერზე. მათ არ მოუხადეს საქართველოს მოსახლეობას ბოდიში არც იმაზე, რომ მიმდინარეობს საზოგადოების დაზაფხვის პროცესი და ამაზე მეტი ცინიზმი, ამაზე მეტი დაცინვა, ამაზე მეტი კლასიკური მაგალითი ხელისუფლების უმოქმედობის, შიშის, არაპროფესიონალიზმის, ვიღაცა ან რაღაც ფაქტორებზე დამოკიდებულების, რა უნდა იყოს, რომ სპეციალური ჯგუფი, რომელიც დარწმუნებული ვართ, არის უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნებში და ერთმანეთს ენაცვლებიან, ანონსებს, დანაშაულს, წინასწარ და თქვენ კიდევ თაგვივით დაშინებულები ფხაკურებთ და ვერაფერს ვერ აკეთებთ. ამისთვისაც ჩვენ ბოდიში ვერ მოვისმინეთ თქვენგან. თუმცა მოვისმინეთ რაღაც გაუგებარი შეხედულებები. საერთოდ, როდესაც საუბრობთ თქვენ ევროპულ მიდგომაზე, გავიწყდებათ რა არის ევროპული მიდგომა. ევროპული მიდგომა იქნებოდა ის, რომ უპირველესად გამოვიდოდა პრემიერ-მინისტრი, იქნებოდა ეს კანცლერი, იქნებოდა ეს თუ პრეზიდენტი, თუ სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა სტრუქტურებს გულისხმობ და მოუხდიდა საზოგადოებას ბოდიშს და შემდეგ მთელი მთავრობა გადადგებოდა. იმიტომ რომ ისინი ჩათვლიდნენ, რომ ჩვენ ვერ ვამართლებთ ჩვენი ამომრჩევლის მიერ დელეგირებულ უფლებებს და ამას გააკეთებდნენ. ეს დღევანდელმა ხელისუფლებამ არ გააკეთა. და იცით, ერთიც არის, ევროპაზე როდესაც საუბრობთ, მე იმ კადრებზე არ საუბრობ, არც ვიცი, ხალი იყო, მამაკაცი იყო, ავთენტური იყო, არ იყო ავთენტური. ამას არ გულისხმობ, მაგრამ ერთი წამოგცდენოდათ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ყველაფერზე რო ილაპარაკეთ, მაგრამ ერთი გეთქვათ, პრევენციის თვალსაზრისით მაინც მომავალში თანამდებობის პირებმა რომ მიაქციონ მეტი ყურადღება სახელმწიფოებრივ ხედვასაც და ისიც არსებობს ამ ქვეყანაზე ორი უკვე დაჩაგრული სიტყვა მორალი და ზნეობა. იქნებ ერთი ამით მიგეთითებინათ რომ გაითვალისწინეთ თანამდებობაზე მოსულო ადამიანებო თავის კოლეგებისთვის მიემართა რომ მტერს არ ძინავს და ყოველი თქვენი ნაბიჯი უნდა იყოს გათვლილი არა იმისათვის ვინ გადამიღებს თუ არ გადამიღებს, არამედ იმისათვის ამართლებ თუ არა იმ თანამდებობაზე და იმ ნდობას ამართლებ თუ არა რაც მოგანიჭათ ხალხმა. არც ამის შესახებ არ იყო ნათქვამი და როცა გაუჭირდებათ უცბად ახსენდებათ რელიგია და მართლმადიდებლობა და გარბიან სამების ტაძარში და უწმინდეს უნეტარესთან დგანან როგორმე ემთხვიონ, მაგრამ როცა საჭიროა მის ეპისტოლეებს არ უსმენენ თუნდაც დღევანდელ განცხადებას იგივე ამ ფაქტთან დაკავშირებით. ამიტომ უპირველეს ყოვლისა, რასაც ჩვენ ველოდით ამ ხელისუფლებისაგან, რა თქმა უნდა, ისინი არ გადადგებიან, თავი შეაკლეს იმას, რომ იქ მოხვედრილიყვნენ და როგორ გადადგებიან, მაგრამ ბოდიში საზოგადოებისთვის უნდა მოეხადათ.
საერთოდ მე როდესაც საუბრობ ხელისუფლებაზე, ერთი თქვენთან ვიხმარე ეგ სიტყვა, ხელისუფლების ერთი მინისტრი არის ერთი მიმართულებით, მეორე მინისტრი მიმართულებით, არ აქვს ამას მნიშვნელობა ჭრაკერვის მინისტრია თავდაცვის თუ განათლების თუ უსაქმურობის ან თავისუფალი დროის დაგეგმვის. ფაქტი არის ის, რომ ხელისუფლება არ არის ერთი გუნდი. ამიტომ არის რომ რუსეთთან დაკავშირებით განცხადებებიც ცადა დედამიწასავით განსხვავდება ერთმანეთისაგან. ჩვენ მოვისმინეთ სუთავიდან პრეზიდენტისგან, უბრალოდ მე აღმასრულებელ ხელისუფლებას გულისხმობ პრემიერ-მინისტრისგან, რომ აუცილებელია რუსეთთან საუბარი. ამავე დროს ერთ-ერთი მინისტრისგან გვესმის ზედმეტად დამამცირებელი და პათოსური გამოსვლები იქ ბლოკადასთან დაკავშირებით, რაღაცეების კატების თუ ვირთხების ჭამა, შემდეგ სულახლახან ჩამონათვალი სოფლიო საშიშროებათა შორის ორი საშიშროება არის, ეს არის დაიში, ანუ ისლამური სახელმწიფო და მეორე არის რუსეთი. ამ ფონზე თან ამბობ, რომ უნდა კონდეს მოლაპარაკებები. ამიტომ უნდა ხელისუფლება ჩამოყალიბდეს, რა უნდა რას უყურებს, რა ხედვები, რა სტრატეგია აქვს, რა ტაქტიკა აქვს ამ მოლაპარაკებების დროს და როდესაც დელეგირება ხდება აღმასრულებელი სტრუქტურიდან ერთი პიროვნების, მას ყველა სტრუქტურამ, ყველა რგოლმა, თვით საკანონმდებლომაც კი უნდა მისცეს საკითხები, რომელიც უნდა დადგეს წინასწარ გაანალიზებული იგივე კარასინთან შეხვედრის დროს. ეხლა ცოტა არ იყოს საოცარია ის უწყებები, რომლებიც ამბობდნენ, რომ რა საჭიროა შეხვედრა და ამოწურა ამან შეხვედრამ თავისი საჭიროება, როგორც კი გამოვიდა შეერთებული შტატების ელჩი და თქვა, რომ აუცილებელია კომუნიკაცია არ შეწყდეს რუსეთთან და ყველა რგოლი იქნას გამოყენებულიო, გამოდის იგივე მინისტრი, რომელიც ამ გაუგებარი ცოტა არ იყოს გაუგებარი პათეტიკით არის ხოლმე ხშირად შეპყრობილი და ამბობს უკვე სხვა ფირფიტას ატრიალებს, რომ ციტირებას ვახდენ დაახლოებით, რომ რუსეთთან დიალოგი არის ერთადერთი კატეგორიულად აუცილებელი, რომ ქვეყანას რომ შეუნარჩუნოთ მშვიდობა და უსაფრთხოება, ეს დიალოგი უნდა გაგრძელდეს. ამიტომ ამბობ, იქნება ესეთი კაზუსები პოლიტიკურ, დიპლომატიური, როგორც ეხლა მოხდა, როდესაც სახელმწიფო არ არის ჩამოყალიბებული მომლაპარაკებელმა რა საკითხები უნდა განიხილოს. ეხლა რაც შეეხება ამ ფორმატს უშუალოდ ჩვენ პირადად მიგვაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის რუსეთის განცხადება იყო ფიქრობ ემოციური, ფიქრობ ცოტა გასაკვირვად მკაცრი დიპლომატიური ჩარჩოებიდან შეიძლება ცოტა გამოსულიც კი, რომელსაც მისი კუთხით რაღაცა გამართლება ჰქონდა, ჩვენ ვფიქრობთ მიუხედავად ამისა, ეს ფორმატი უნდა შენარჩუნდეს ჟენევის ფორმატიც, მაგრამ ასეთი გაუგებრობები ყოველთვის იქნება, ვიდრე არ მოხდება პირველ პირებს შორის შეხვედრა, დღის წესრიგის ჩამოყალიბება, უპირველეს ყოვლისა გაცნობა, დღის წესრიგის ჩამოყალიბება, საკითხების ჩამონათვალის განხილვა ჯერ დიპლომატიაში მოლაპარაკება არანაკლებ რთულია, ვიდრე სახელმწიფოთა შორის საომარი დაპირისპირება და არანაკლებ გამოცდილება, პროფესიონალიზმი და გამბედაობა სჭირდება მოლაპარაკებებს და ეს ყველაფერი ეტაპები განსახილველია პირველი პირების დონეზე და შემდეგ შეიძლება უკვე საუბარი რაღაცა მცირე გარღვევებზე, მცირე წინსვლაზე, ან არ შედეგზე. ყოველ შემთხვევაში ვიცოდეთ მაინც აქვს აზრი უმაღლეს დონეზე შეხვედრების შემდეგ ქვეყანას, ტერიტორიებულ დაკარგულ ქვეყანას, იმ ქვეყანასთან საუბარი, რომლემაც ტერიტორიები წაიღო და დარწმუნებული ვარ იმედია დროებით, თუ არა. მაგრამ იმ დონეზე, რა დონეზეც ახლა მიდის მოლაპარაკებები, ეს არ არის საკმარისი, რომ ძალიან ბევრ კითხვას გაეცეს პასუხი. ამიტომ ჩვენი კატეგორიული მოთხოვნა იყო ყოველთვის, რომ ეს იყოს, ეს აუცილებელია, ოღონდ კიდევ ერთხელ ვამბობ, როდესაც მთელი გუნდი, სახელმწიფო გუნდი განურჩევლად აღმასრულებელი, საკანონმდებლო, საპრეზიდენტო ინსტიტუტებისა, განურჩევლად იმისა, ერთ სისტემაზე მოლაპარაკების არიან ჩამოყალიბებული და წინასწარ იციან თემატიკა. მაშინ ესეთი გაუგებრობები, მე რაღაცა ვთქვი და იმან იქ არ მიიტანა, ან ჩემიანი რო ყოფილიყო უფრო მეც სიტყოდა, შეიძლება, არ ვიცი, მაგრამ
ეს უნდა და ვინ უნდა გააკეთოს ეს ისევ და ისევ აღმასრულებელი სტრუქტურის ხელმძღვანელმა, რომელსაც ქვია პრემიერ-მინისტრი. იმ ყმაწვილ კაცზე მე პირადად არაფერს არ საუბრობ, არც უც, არც კარს არ ვამბობ. 7 ადამიანია და წარმატებებს უსურვებ, მაგრამ როდესაც ასეთი დონის მოლაპარაკებები, ესე საყველპუროთ მიგაჩნია და არ აქცევ ყურადღებას და მე აკეთებ მოლაპარაკებების შემდეგ სრულყოფილებისთვის განცხადებებს, ეს არასწორია. მით უმეტეს რომ მე ვიტყვი აბაშიძე არის ძალიან მაღალი დონის დიპლომატი და მას ამ გამოცდილებას ვერავინ ვერ წაართმევს. და კიდევ ერთს ვიტყვი ამ ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით, ხელისუფლებამ დააგვიანა, ჩიტი გაფრინდა სამწუხაროდ და სიტუაციის მიხედვით, პოლიტიკური გრადუსის და მიხედვით ჩვენ არჩევნებამდე კიდევ ბევრჯერ ვიხილავთ უმსგავსო კადრებს და ეს ისევ და ისევ დღევანდელი ხელისუფლების და მისი შესაბამისი სტრუქტურების არაპროფესიონალიზმის უპირველესი მანიშნებელია და უპრინციპობისაც, იმიტომ რომ თავის დროზე მათ დანაშაულს არ დაარქვეს სახელი.